მოგესალმებით ჩემო ძირფოსო მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ უნდა შევაფასოთ TikTok მათხოვრები. აი მეგობრებო, ჩემი პირადი ნომერი თუნდები ხავი. მე მიყვარს შემწვარი კვერცხი. აკოსე აბგარხლეზე. ეს არის ახალი ეპოქა თანამედროვე ცივილიზაციაში, რომლის დროსაც ფსიქიატრიულიდან გამოქცეული ადამიანები კი არ იბადებიან დედამიწაზე, არამედ სპამდებიან და მათ მოყვებათ ესეთი ან ზოგს Android-ი, ზოგს iPhone-ი და ვრთავენ ლაივებს TikTok-ზე. და ემათხოვრებიან ხალხს 5 ლარს, 10 ლარს, 15 ლარს, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ. ოღონდ აქ ისეთ ადამიანებზე კი არა საუბარი, რომელიც მაგალითად, რავი, მუშაობა არ შეუძლია, ან ისეთ ადამიანებზე კი არა საუბარი, რომლებიც უბრალოდ სამსახურში არ ყავთ, არა. მათხოვრობა არის მათი ბუნების ნაწილი. მათ აქვთ ორი ფეხი, ორი ხელი, მაგრამ ურჩევნიათ, რომ დილიდან საღამომდე კამერებთან ნიაგის სრემლები ღვარონ, იწწონონ საკუთარ ცხოვრებაზე, შეგაცოდონ თქვენ თავი და თქვენი, ესე ვთქვათ, ამ ფსევდო, ესე ვთქვათ, სიკეთის გამჟღავნებით, ჩაიჯიბონ ჯიბეში ფული და დააგროვონ დიდი თანხები. ერთი აი მოავროვო და მე კარმა მინდა ვეღითო. 920 ლარების. მეგობრებო, ეს ყველაფერი აგორებულია, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სამწუხარო რეალობის წინაშე, რომლის წინაშეც ვიმყოფებით დღეს ჩვენ ქართველები. რადგანაც მე როდესაც შევედი ერთხელ TikTok-ზე და 12000 ადამიანი უყურებდა აი ამ ორ გამოთაყვანებულს, მათ მე მივხვდი, რომ საერთოდ ამ ქვეყანას არც ნატოში, არც ევროკავშირში, არც რუსეთში, არც აფრიკაში, არც მარსზე საერთოდ არსად არ მიიღებენ, რადგანაც როდესაც ესეთი მძიმე მენტალური მდგომარეობა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მეორე ნახევრის ცხოვრებით, დაყოლილია ამ ბინზურ თამას, რომელსაც ეწოდება მათხოვრობა და სიგიჟეს ტირაჟირება TikTok-ზე, ჩემი აზრით იმ ერს მომავალი ახლო მომავალში არ უწერია. სწორედ აქენა გამომდინარე ვარსებობ მე, რომ ყველაფერი ეს დავანგრიო და განახოთ თქვენ, რა არის სიმართლე, რა არის რეალობა და დავუსვათ ფსიქოლოგიური დიაგნოზი ამ ევოლუციის თეორიის მიხედვით ავსტრალოპითეკის იმ ევოლუციურ გარდამავალ ფორმებს, რომლებსაც სამწუხაროდ არ უნახიათ ახალი Homo sapiens-ის ერა და ჯერ კიდევ ჩარჩენილები არიან იმ გარდამავალ ფორმაში, რომელიცაც ვერ ვადგენთ ის ადამიანია თუ მაიმუნი. მოკლედ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს. გამოვყევით ჩემ ახალ Instagram-ზე, რომელიც აღწერაშია მითითებული და დანარჩენს ყველაფერს ნახავთ. მოდი ერთად შევაფასოთ ეს საგიჟეთი. აი მეგობრებო, ჩემი პირადი ნომერი თუნდები ხავი. მე მიყვარს შემწვარი კვერცხი. რისი გაკეთე? ჩემ მოდელი, ჩემ მეგობარი, ჩემი სიყვარულია და მაიკიდე ზევიდან. სხვათა მომინათ. გავდივარ და ვიძინებ. მადლობა ტასო. ხვადილი ჩემო. სიგარეტი აღარ მქონია და ვიფიქრე ლაივს ჩავდა მეთქი რომ ავაგრო თანხარად დავიდე სიგარეტი ვიყიდო. სიგარეტი აღარ მქონიაო და ვიფიქრე ლაივს ჩავდა. იქნება სიგარეტის ფული ავაგრო. ბიჭო, აი რო არც უტყდებათ კამერებთან ამის საუბარი, ანუ აი რაღაც თავმოყარეობა ხო ადამიანს უნდა გაგაჩნდეს, ანუ სერიოზულად რაღაც თავმოყარეობა ხო ადამიანს უნდა გაგაჩნდეს, რომელიც აი რაღაცაზეა პასუხისგებელი, ელემენტარული რომ ყველაფერი მოგცა ღმერთმა, წადი გააკეთე. სხვა ადამიანები როგორ შეულობენ ამ ყველაფერს. ანუ რიდით, ანუ საკიჟეთია დედასპიცა. ახლა 10 ლარი არ მევიდა. 79 ხომ მქონდა. ვაიმე, მოტოციკლები დააჭა. ეს ვიდი ხო? ვაიმე, ღმერთო, ბაბაზეცია რო უფალო. ვაიმე, უფალო მართლა გვიშველე, ბიჭო, ხალხს რა დაცურებული აქვს სერიოზულად. ანუ მართლა გეუნებით, ანუ წარმოგიდგენიათ თქვენ ხალხს რა დაცურებული აქვს? საკუთარ სოლთან ერთად მათხოვრობს ხალხი. გაკოცე აბგარხლეზე. ბიჭო. ხო გაიგეთ რას თქო? აი ვინც ამათ უყურებს, ხო მათზე უარესია რეალურად რა. ანუ ვინც ახლა ამას ლაივში ზის და ღამებს ათენებენ ამას უყურებენ. ანუ თქვენ ხდებით რა დონეზე შეიძლება ადამიანი დაეცეს. ანუ ამას რატო ვაკეთებ ამის აფიშირებას ამ ყველაფრის იცი რომ აი ამ დონეზე არ დაეცეთ ხალხო, ანუ დედასფიცა ვარ, ანუ სერიოზ ეს ფსიქიატრიული დასაბრუნებელია გეუბნებით. ფსიქიატრიული უნდა დაბრუნდეს. ყველა გიჟი, რომლებიც აქენა გამოიქცნა TikTok-ში აფარეს თავი, უნდა გადავასახლოთ იქით და ჩავკეტოთ. რაღაც კედლები ამოუშენოთ და წარმოსახვითი რეალობა შევქმნათ.
დავაჭერნოთ Android-ები და განკურნოთ, შევაძულოთ Android-ები, შევაძულოთ მობილურები, შევაძულოთ სტრიმები. ვაიმე, დედა. ვაიმე, მართლა რა უბედური ხარ. და ის არ საგიჟეთ დააკვირდით რებს განიხილავენ ხა რა. აი, პროსტა ყურებიდან მომდის სისხლი ამას რო უსმენ. დონებზე ნაწოლი რო ვარ. დედოფლის კაბაში გუგუნავაზე რო ვარ და მხობი არ გადავრიოთ. ფსიქიკურად შერყეულები არიან. ქართველებში ჭაპოვა. მე რასვაშია, რადგან ჩვენთან მე ყველაფერი გამიგია, მე დავჭეხავ, თქვი და უფალო შენი დიდება დაილოცოს ამ ქვეყანაზე, რომ ნორმალურები ვართ, უფალო შენი დიდება დაილოცოს. გადავიხვანეთ. ხო მე ერთი აი მოავროვ და მე კარმა მიდავიღითო. კარმა უნდა რა. 920 ლარების. 920 ლარი ღირს კარმა უნდა და ხო არ გექნება 920 ლარი. 920 ლარების კარმა. გადასაყრელი როგორც თქვენ არ ჩაგერიცხავთო და მაგით არ გაქვს გადასაყრელი და არც მე რა გადასაყრელი რო ქონდეს თქვენ არ ჩაგერიცხავთო და მაგით არ გაქვთ გადასაყრელიო ხალხნო. ბაშურიცე გადადი, მე რა ბაშურიცე გადადი. აბაშენით კი ერთ. შენ ფერი ავანტყოფია. ეს ტიპი ანუ თავის სოლთან ერთად დილიდან საყავდე მათხოვრობს და არც უტყდება, არც პრობლემა არ აქვს მაგაზე რა. და ამის გამო აი როგორც კლოუნები არიან, ხო იცი ცირკის ისენი რო აი რაღაც კლოუნადას დგავენ ხოლმე, რაღაც ზოგჯერ მღერიან, ზოგჯერ ცეკვავენ, ზოგჯერ რაღაცებს ჭამენ და ესენი ამათ ეძახიან კონტენტს და ესენი ამას ასაღებენ როგორც საქველმოქმედო საღამოებს, ხვდებით? და უბედურება რა არის, იცით? ანუ TikTok-ზე ის უსაქმური ხალხი და ყოველად ამათზე უარესი გამოშტერებული ამათ ფულს ურიცხავს. აი ეს არის კიდე უბედურება, გაიგეთ? ეს ალკე უბედურება კიდე იმ ხალხის. 12000 კაცი უყურებდა ლაივში, თქვენ წარმოგიდგენიათ? ორ გამოშტერებულს. და მე ვიღაცა გამოვა და რატო არ გვაქვს ცხოვრების დონე მაღალიო? რატო არ ვართ გერმანიასავით სრულყოფილი სოციალური ქვეყანაო? რატო არა მაღალი ხელფასებიო და რაღაცა სიგიჟია ხალხო. და ჩვენ გადადი და ჩაურიცხება. რაისოჯახი. ყველანი დამიძეგით უჭაჭაბაშვილი არის ნაგავი კაცი. აი ეს საფრთხობელა არის დედამამ. აი ეს არის და ანუ ამას ახლა ჯერა რეალურად რომ საქართველოში არის წამყვანი სელებრიტი. ანუ მართლა ჯერა ამას. კალი რომელიც გამოიყენა, კალი რომელიც მიაგდო, უჭაჭაბაშვილი არის რომელიც მოხოდა ქეთიე გიდუნაშვილმა და ესე უმოწყალოდ მიაგდო ხალხო გესმით. სიმართლე მოისმინოს თელმა ევროპამ და საქართველოს. სიმართლე მოისმინოს თელმა ევროპამ, თელმა მსოფლიომ, თეთრმა სახლმა, ტრამპმა, ევროკავშირმა, ყველამ. ბიჭო, რამ ხელა წარმოუდგენები აქვს საკუთარ თავზე, დედა მომიკოდეს. აი ეგ არის, აი ფეიკ ბედნიერება რა არის. ნახეთ, აი ყალბი დოფამინის გამომუშავება, რასაც TikTok-ი ხალხს აძლევს. ანუ TikTok-ი არის სპეციალურად შექმნილი, რომ ესეთი ავადმყოფები წინ წამოწიონ რა. ანუ მართლა გეუბნები, TikTok-ი არის შექმნილი მაგისთვის. რომ ყველაზე გონებაჩლუნგ ადამიანსაც მოეცეს საკუთარი რეალიზაციის საშუალება, რადგან YouTube-ზე ეს კონტენტი არ იყიდება, YouTube-ზე ვერ გახდებიან ესენი პოპულარულები, რადგან ესენი არიან კლოუნები და კლოუნებს ჭირდებათ ისეთი სოციალური ქსელი, სადაც ძალიან მარტივად აგროვებ ნახვებს. ოღონდ როგორი ყალბი დოფამინია ეს, იცი რომ შეიძლება იქ 5000 მაკაცმა გნახოს TikTok-ზე და ამას უკვე გონია რომ არის უკვე სელებრიტი, გაიგე? და რატომღაც ერის ხელს უწყობს მაგაში და ერი რო ხელს უწყობს ეს ერის მენტალურ მდგომარეობაზე მიუთითებს ეს უარესი უბედურება კიდე კეთია გიდუნაშვილმა მოხოდა ხო ის ყველაფერი და დღეს კეთია გიდუნაშვილი ძმაკამნე დაკალის ოჯახში ცხოვრობს დაკალი იწყალეთ ფანები იწყალებენ შეგაიგეთ რომ ეს კაცი ნახეთ როგორ შეცოდების მექანიზმებია როგორ შეცოდების მექანიზმებია ხვდებით ფანები ინახავენ დაკალთან ცხოვრობს გაჭირებულია მაგან მოხოდა მე ვარ აი ეს არის ყალბი დოფამინი. აი, როდესაც არარაობას შეაქცნებინებ ძალაუფლებას. აი, მაგიტომ არ უნდა მოხდეს ხიხოს ხელში ძალაუფლება არასდროს. რატო ამას არ ეხება ზოგადად? ანუ, ისეთი ადამიანის ხელში არ უნდა მოხდეს ძალაუფლება, რომელიც არის ხიხო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. როდესაც ამ პროვინციელ ხიხოსში მოხდება ძალაუფლება, მაგ შემთხვევაში უკვე იწყება, აი, სწორედ ეს ფსიქოტიპის რეალიზაცია საკუთარი პიროვნებიდან. კაცია, არა კაცია. ჩემთან უნდა მოსულიყო დღეს და უნდა დამლაპარაკებოდა, უნდა შემხვედროდა. ჯერ ეს რო შეგიყვარდება და მე ის რო არსებობს კიდე ამის ყოფილი ქმარი. ჯერ ეს რო შეგიყვარდება, ისიც რო არსებობს კიდე.
რომ ესენი არ იბადებიან, ესენი სპამდებიან. ან სპამნი ხო იცით ფუნქცია ეგეთი. აი თამაშებშია. იქ არ იბადები, უბრალოდ ჩდები მოულოდნელად. რა მე ამჯერა რომ ესეთი ადამიანები იბადებიან, ამჯერა უბრალოდ რა. გაგვისა გავსაუბრებოდით ერთმანეთს და მაგან მოხოდა ლაივი რომ კეთი ეგიდუნაშვილს ლახვარი ჩაატყდა. კეთი ეგიდუნაშვილს ვერ გადაუჯოკრი ჭამბაშვილო. ანუ ჯერ ეს რა სტოპ კადრია просто მეცინი. ფიფკედაშვილი ჯუჯოში რო არის აი მოხუცი დედაბერი იმას გავს. ანუ რა შეიძლება ვთქვათ კიდე ისეთ? უბრალოდ გთხოვთ არ იყოთ ამნაირები რა. გეხვეწებით. რავი. ყველაფერი მოსულა ადამიანისთვის, ოღონდ არ გახდეთ მსგავსი რა, ძალიან გთხოვთ. თუ გინდათ რომ ამერს ეშველოს, გთხოვთ მსგავსი არ გახდეთ. გთხოვთ არ გახდეთ მსგავსი. ჯერ პირად ცხოვრებას რო საჯაროდ განიხილავ, ბიჭო, პირად, აი მე რო გამოვიდე ხა და ჩემი ყოფილი შეყვარებულების და იმის ცხოვრება აქ ვარჩიო თქვენთან. აი, რა დონეზე უნდა დაეშვა ადამიანი, რომ საკუთარი პირადი ცხოვრება გამოგაქვს საჯაროდ და ამას განიხილავ ხალხის წინაშე. ანუ თქვენ ხვდებით, აი რა დაბალი დონის პრიმატი უნდა იყო, აი რა დაბალი დონის IQ, რა დაბალი დონის შეგნების, რომ შენ გამოდიხარ და საკუთარ გამომწერებს და ფოლოვერებს ასმენინებს შენი პირადი ცხოვრების დეტალებს. ბიჭო, რამდენთან მქონია ურთიერთობა? სიტყვა არ დამცდენია. კარგად ყოფილა ცუდად არა, ეს პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება, საჯარო ცხოვრება არის საჯარო ცხოვრება. ჯერ მაგით უნდა მიხვდეთ, რა იმბეცილებს უსმენთ და რა იმბეცილებს ეხმარებით ხალხო. და სანამ საქართველოს 50% ცხოვრობს მეორე 50% ცხოვრებით, მაქამდე ნატო, ევროკავშირი, რუსეთი, ამერიკა, მარსი, უცხო პლანეტელები დაივიწყეთ, კაი ხელფასები დაივიწყეთ, კაი ცხოვრებაც, კაი ყველაფერი დაივიწყეთ. რა დონეც არის აი ამ ქვეყანაში, ეს ჩანს მაო ყველაზე ბან სოციალურ ქსელში, ეს არის TikTok-ი. მაგიტომაც მან და არასდროს არც კადრებს ვიღებ, სხვებიდებენ უბრალოდ შემსახელი და დადონა, ნუ კიდია TikTok-ზე რას დადებენ, კიდია თავარი YouTube-ზე, YouTube-ის პარტნიორი ვარ და YouTube-ზე არავის არ შეუძლია ჩემი ვიდეოს განთავსება, იმიტომ რომ პარტნიორი ვარ და ავტომატურად ეგრევე უშლის. ჩემი სახელით რანაირად უნდა გამختارიყავი TikTok-ი ამად გვერდზე. ანუ სერიოზულად ვამბობ ამ ყველაფერს რა. ანუ ქართული YouTube არის, აი მართლა შეიძლება ბევრი YouTuber-ს ქართულს არ ვეთანხმები ბევრ რაღაცაში, მაგრამ ქართული YouTube დგას აი ოლიმპოს მთაზე. ესენი არა ქვერსკნელში ხალხო. და რატო იცი TikTok-ის აი ესეთი ალგორითმია რომ იღებ და აი ყველა მეორე იდიოტს შეუძლია ჩართოს კამერა და ყველაფერი იბლუყუნოს. აი ეს არის უბედურება, ძალიან დიდი უბედურება. რომ ყველას ეძლევა საშუალება და ყველას არ უნდა ეძლეოდეს. სამწუხაროდ ესეთი არის რეალობა. საქართველოს და მსოფლიოს ფეხზე დაგიყენებ. აი საქართველოს და მსოფლიოს ფეხზე დაგიყენებ. ესე გამოგოს რა რომელ რეალობაში ცხოვრობენ. მე ვიყავი ევროპა. აი დააკვირდით ეხა უყურე აი ეს არა მარტო ამ ედგუნაშვილს ეხება. არა მარტო ეხა დააკვირდით აი TikTok ვიდეოს გამო ადამიანი რა დონეზე შეიძლება გამოქლიავდე უყურეთ. თულოგთანაც ნევროპათოლოგმაც იგივე ჯანსაღი მკურნალობა დამინიშლა სერიოზული არაფერი არ მაწუხებს. რა არ გაწუხებს სერიოზული არაფერი? რამის მანქანამ დაარტყა ცეკვავდა. ვაიმე ღმერთო შენი დიდება. პირიქით გაგვაბედნიერი, გვაპოზიტიურე და ვიყვარხარო ასეთი ლოზუნგები მოდის. მოკლედ უფრო წამოვიდა მეტი. რამის კიდე ამა დაარტყა შეხედეთ ბიჭო. დეფილა ვაიმე. როგორ მესმის ამ კაცის? როგორ მესმის ამ კაცის? საწყალი ეს, ვინ იცის უყურებს ეს ავადმყოფი ვინ არის? არაერთი შემთხვევა ბასენზე ამსაფხურს ვიყავი TikTok-ის ფეხი დაუცდა გოგოს წაიქცა და ცოტა ხონა გამოში, ცოტა ეშვაკების ბუდე ტვინში დაანგრიეთ. ტივი მეტი. მუხტი, მუტაცია. იორი ხომ იორია. აი ეს უარესი. ეს საერთოდ ქმნილება. აი როგორ დედამიწა საკუთარ თავს გავს? აი როგორც დედამიწა მხოლოდ საკუთარ თავს, აი ეს უჩა გავს საკუთარ თავს მხოლოდ. ანუ სხვას არაფერს არ გავს ამ სამყაროში. ეს არის ფსიქოანალიზის უნიკალური შემთხვევა, ხალხო, ეხლა რასაც თქვენ ისმენთ და სიკრინჯი აღარ არის, სიკრინჯის იმებს გამცდარია პოლუსებს, ეს უკვე ახალი ეტაპია საერთოდ, ეს პოსტკრინჯული ეტაპი. ალაზანი მტკვარი. მე მარუსა მარტყოფელი ვარ ჯერანაკალი. სახლის უკან დუქანი მაქვს, კოხტამი გიტანი, მე დუქრესაც მე ვეწონე გადამიკერა თვალი. მოიდა და ჩამიგორდა როგორ ჩემი ქმარი.
სერიოზულად ანუ სერიოზულად ხალხო ამას უყურებს საქართველოში 12000 ადამიანი ლაივში? ანუ სერიოზულად ამას 12000 კაცი უყურებს ლაივში? ანუ მაგის თქმა გინდათ ჩემთვის? ანუ ტოპ 10 მიზეზი რატომ არ უნდა შევიდეს საქართველოს ევროკავშირში? ტოპ 10 მიზეზი რატო არ უნდა გახდეს საქართველოს ნატოს წევრი? ტოპ 10 მიზეზი საქართველოს რატო უნდა საქართველოს მეცინება? ან ტოპ 10 მიზეზი შემილია გადავიღო ერთ 9 ვიდეო ჩამწკრივებით ეს ისე რა ბიომასის ახალი ფსიქოანალიზი როგორი არ უნდა იყოს ადამიანი ტოპ 10 მიზეზი ტოპ 10 ფაქტი ადამიანზე აი ის იუთუბერები რომლებიც ფაქტებს იღებენ იუთუბერებო ვინც ტოპ 10 შეგიძლიათ მასალაკედან აიღოთ პირდაპირ ტოპ 10 მიზეზი როგორი არ უნდა ვიყო მაგრად მეწოდება საქართველოს აი მართლა მეწოდება საქართველოს რომ ამდენი დარტყმული ყავს სერიოზულად მეწოდება ჩემი ქვეყანა აი ყველაფერს გავაკეთებ რომ ესეთი ადამიანები უბრალოდ ამ ქვეყანაში არ იყვნენ რა ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ ქვეყნის მენტალობას რამე ეშველოს აი ყველაფერს აი რავი თუ გინდა კეთივით ვიცეკვებ თუ გინდა აი თუ გზად ვარ აი კეთივით ვიცეკვო ოღონდ ეს რეალობა აღარ ვნახო ქვეყანაში ანუ რატო აქვს მე ადამიანებს იმის პრეტენზია რატო არ არის საქართველოს შვეიცარია ხა აი რატო არა აქვს მე რატო გვაქვს იმის პრეტენზია რომ საქართველოს არ გავს გერმანიას ან ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანას საკუთარი სოციალური მდგომარეობითა და ხელფასებითა და ასე შემდგომ ანუ არაპროფესიონალების ბაბლია ერთი დიდი არაპროფესიონალების ჰაბია ეს ქვეყანა და მაგიტომ ვერ მუშაობს ამ ქვეყანაში გამართულად ვერაფერი მაგიტომ ვერაფერი ვერც პარტიები ვერ მუშაობს ვერც სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მუშაობს რომ მათი ახლობლები მათ ისინი ამათ უყურებენ ამათ ფულს აძლევენ ხალხო მე ძალიან წუხარ მე ძალიან დიდი წუხილი გამაჩი მე ვარ ჩემი ქვეყნის ძალიან დიდი ესე ვთქვათ რავი დავტირი ვარ ჩემ ქვეყანას რა ჭირისუფალი ვარ ამ შემთხვევაში ჭირისუფალი ვარ ვაი საქართველო ამათ რო რისთვის ყდებოდნენ ის საწყალი წინაპრები რისთვის ყდებოდნენ რისთვის ეწირებოდნენ რომ საქართველოს ესე მე ყველაფერს გავაკეთებ რო გეუნებით საქართველოში ესენი არ იყვნენ მეინსტრიმში სანამ მენტალობა არ გამოიცვლება 100 წლის მერე ჩემი ძვლები რო უკვე საფლავში გაიხრწენება არაფერი არ გვეშველება ხალხო რეალურად რადგანაც აი სახელმწიფო მართლობა იწყება აი აქედან იწყება აი ამ ოთახიდან იწყება ამ იქიდან ვიდეოდან იწყება ქუჩიდან იწყება მაღაზიიდან იწყება სიგიჟი ამას რო უსმენ მართლა გეუბნე ჩოკიმა ყურები და სიცხლე გადმომივიდა და იქ სასტრაფო უნდა გამოვიცა ხო რომ არ ვიცი იოგები რამე აი ეს ყურების ბარაბანი რამე აღმიდგეს იმიტომ რომ ეს ყველაფერი ვნახე ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა მეგობრებო და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მენტალური მდგომარეობა ამ ქვეყანაში გაუმჯობესდეს თორე რაღაც საზღვრებს გაცდები ამ ქვეყანაში და ეს უკვე საქართველო არაა ეს უკვე არის რაღაც ბოსტანი სადაც ყველაფერი იყიდება და მე ამას არ ვაპირებ რომ ჩემი ხალხი ესეთი იყოს მადლობა ღმერთ ჩემი გამომწერები მე აი ხანდახან რო ფიქრდები ბედნიერი ადამიანი ვარ ღმერთ თუ 150000 გამომწერი მყავს რომლებაც ერთ დროს subscribe-ს ააჭირეს და ნდობა გამომიცხადეს და რახან ნდობა მე გამომიცხადეს ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცას იზიარებენ ჩემი სოფხედელობიდან და აქ ყველაზე მთავარი ისაა რომ იმ რაღაციდან იმას მაინც იზიარებენ პირველ რიგში რომ იყვნენ ნორმალურები თორე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ბევრ რაღაცაზე ბევრ მე ზოგს ტრამპი მოწონს ზოგს პუტინი მოწონს ზოგს ის განსხვავებული მაგრამ ერთ რამეზე მაინც ვთანხმდებით რომ ვცდილობთ ნორმალურები ვიყოთ ჩემი ჩათვლით რომ გვაქვს პრეტენზია რომ ნორმალურები ვიყოთ არაფერს რთულად არ ვსაუბრობ აქ ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ქართველები ვართ, მაგრამ ისინი არ არიან ეგეთები ხალხო. ანუ გეონებ ფსიქიატრიული სასწრაფოდ ფსიქიატრიული საგიჟეთი უნდა აღდგეს. TikTok მათხოვრებისთვის ცალკე და დიდი ბოსტანი დავაწეროთ მას. და შეგვიძლია გავგზავნოთ მე ლონდონის ევოლუციის სამეცნიერო ბიუროში, რომ ჩვენ გვაქვს უკვე ოფიციალური მტკიცებულებები, რომ ევოლუციის თეორია სინამდვილე ყოფილა ხალხო. ჩვენ ეს გარდამავალი ფორმები TikTok live-ის დროს აღმოვაჩინეთ. არა თუ ესენი არიან რაღაც გარდამავალი ფორმები, არა თუ ესენი ფოსილები არიან, ესენი რეალური ადამიანები არიან ხალხო, რომლებიც ჩარჩენილები არიან ბიოლოგიური გარდამავალის იმ დროში, რომლის დროსაც მოხდა
Homo erectus-იდან Homo sapiens-ი გარდასვლა. და ჩვენ გვაქვს ამის ცოცხალი მაგალითები. მე ჭირის სუფალი ვარ ჩემი ქვეყნის. ხელები ამიწევია ძმაო. ხელები ამიწევია ორივე. შეეშვით TikTok-ს, წაშალეთ TikTok-ი. ეს ხალხი უბრალოდ გააქრეთ თქვენი ეკრანებიდან. თორე თქვენი მენტალობა, ანუ ეს ძალიან ცნობილი გამონათქვამია. ანუ შენ რაც არ უნდა კარგი იყო, აი სულ ანგელოზი იყო ციდან ჩამოფრენილი, მეგობარო. შენ როდესაც ამას უსმენ დილიდან საღამომდე, შენ როდესაც მათ გვერდით ცხოვრობ, შენ როდესაც მათთან ახლობლობ, მათთან მეგობრობ, შენც მათნაირი ხდები. გამიგე? ანუ შენც მათნაირი ხდები. მე დავტირი ვარ ახლა. მე დავტირი ვარ აი ამ ძიმე ქართულ რეალობას, რასაც უყურებ. და მე იმედი მაქვს, რომ რაღაც გვეშველება ოდესმე გვეშველება, რა მენტალურად წიგნს წავიკითხავთ, ანალიზის უნარი განგვივითარდება, კომენტარებში გინებას აღარ დავიწყებთ, ვიქნებით ადეკვატურები, პატივსცემთ ჩვენ მშობლებს, პატივსცემთ საკუთარ თავს პირველ რიგში. თორე ის კი არ ტეხავს, რომ ათხოვარი ხარ, კაცო, შეიძლება გაგიჭირდა ამ ცხოვრებაში, შეიძლება კი გაგიჭირდა მესმის, მაგრამ უკადრებელს რო კადროლობ ადამიანი და ორი ფეხი და ორი ხელი რო ღმერთმა მოგცა და შენ იმის ნაცვლად რამე გააკეთო და სხვამ დაგინახოს, რომ შენ რაღაცას აკეთებს და მე დაგეხმაროს, ხო? იმის ნაცვლად შენ აბსოლუტურად ატრიალებს საკუთარ პიროვნებას, ყველაფერზე მიდიხარ. ოღონდ აგერ ვერ ხედავ წეგან დათქვაო, ერთ ამდგარ იმაზე გაკოცებდე, კაცი ეუნება ბიჭო ამას ლაივის დროს, საკუთარი ცოლის წინ. ხო ხედავთ მეგობრებო მიზეს, რომ ამ ქვეყანაში არც დავით აღმაშენებლა, არც გიორგი ბრწყინვალე არ დაიბადება, кайხანი. რავი, როგორ გითხრათ, დაალაიქეთ თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ მეთქი, მაგრამ უნდა დაალაიქოთ, იმიტომ რომ ჩემი არხის განვითარებას დაეხმაროთ მეგობრებო. უნდა ამხილოთ და ჩვენ ვამხელთ რეგულარულად ასეთ ადამიანებს, ჩვენ ვამხელთ და გამოვიტანთ, რომ სხვა ადამიანები არ იყვნენ მსგავსნი. თორე მე სერიოზულად ერხება ერის მენტალობას და მე საქართველოს ძალიან მიყვარს და ძალიან მეცოდება ამ რეალობისთვის. ამიტომ მე არაფერს არ დავიშურებ, რომ ჩვენ ამ ბოროტისეულ, ამ აფერისტულ, ამ ფარისევლურ, ამ ყოველგვარ მორალისაგან დაცლილ ადამიანებს ჩვენ დაუპირისპირდით.